ამბავი, ოღონდ ეს რეჟიმა ძალიან კარგად იციან, ამათმა ძალიან კარგად იციან, რასაკეთებენ, რამდენი დრო აქვს, ამიტომ ჩქარობენ, იმიტომ არიან ამ ამბავში. აი ხოცავენ ერთმანეთს, მიდის აი რეპრესია მიდის შიგნით. ეხლა ჩვენ ორგანიზებულები ვიყოთ, ყველაზე კარგი დასარტყმელები ეხლა არიან ესენი რეალურად რა. ხო? მაგრამ არა უშავ, ჩვენ მაინც მოვასწრებთ, ანუ როდესაც ესენი თავის დასავარცხს დავარცხნიათ, ჩვენ დავარცხნილები დავხვდებით. აქ და მე ვნახოთ რა მოხდება რეალურად რა. იმიტომ რომ ამ რეჟიმს ჩვენ აუცილებლად გავისტუმრებთ ამ ქვეყნიდან. აი ამ ფოკუს აუცილებლად გავასწორებთ, მე ვერ წარმომიდგენია უბრალოდ აი თუნდაც თქვენ აი ეს ადამიანები ვინც ახლა აქ სტუდიაში არიან, ჩვენ აი ამ შენობაში ამ ქალაქში ვიცხოვრობთ ადამიანები მინიმუმ ხო და არა მარტო ამ ქალაქში, რეგიონებში. აი რომ ახლა ჩვენ ავდგებით და სულ ყველა შევეგუებით ახლა რომ აი ამ რაღაცა ფარჩაკების ხროვა, რომელიც ემსახურება კრემლის ინტერესებს, გვაქცევს ჩვენ მონებად და ჩვენ შვილებს აქცევს მონებად. მე მაგალითად ასე ცხოვრებას არ ვაპირებ. და ვინც ასე ცხოვრებას არ აპირებს, ვინც არ აპირებს, ანუ დაემორჩილოს აი მონურ დღის წესრიგს, მოემზადეთ ბრძოლისთვის. ყველა თავიდან ბოლომდე ქალიან კაციანა, მოემზადეთ ბრძოლისთვის, იმიტომ ეს იქნება გადამწყვეტი უკომპრომისო ბრძოლა. ჩვენ ამ რეჟიმს გავისტუმრებთ, მერე გვექნება გარდამავალი პერიოდი, როცა დავასტაბილურებთ ამ ქვეყანამ, ის კომპეტენციაც არსებობს, გამოცდილებაც არსებობს, ეს იქნება ყველანაირი ვიწრო ინტერესისგან დაცული, ასე ვთქვათ, პროცესი და ვინმე ახლა თავში თუ რაღაცა უკრეს ჯობია დაივიწყოს ეგ ამბავი, იმიტომ რომ საზოგადოება გააკონტროლებს ამ პროცესს, მივიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამართლიან ნამდვილ მაღალი სტანდარტის არჩევნებამდე ჩავატარებთ და მივიღებთ ახალ პოლიტიკურ რეალობას და დავაბრუნებთ ამ ქვეყანას ევროპულ გზაზე, დემოკრატიული განვითარების გზაზე. ვერავინ ვერასდროს ვერანაირი მეთოდებით ამ გზიდან ვერ გადაგვიყვანს, შევაკლავთ თავს, ჩვენი ოჯახებიანად. ამა თუ აქვთ ეხა ილუზიას, ვინმეს ივანიშვილის იქნება ეს მისი ოჯახის წევრები იქნებიან, მისი გარემოცვა იქნებიან, თუ კობახიძე და მისი ოჯახის წევრები, ვინც არ უნდა იყვნენ, მთელი ამათი კლანები. თუ აქვთ ილუზია, რომ ვინმე მისცემს ეხა შესაძლებლობას, რომ აქ მონათფლობელური რუსული სახელმწიფო დამყარდეს, ძალიან ღრმად ცდებიან. თავებს შევაკლავთ ამათ. თან ისეთი ფორმით, რომ ვერც კი წარმოუდგენიათ საერთოდ და რუსი რო ვერასდროს ვერ წარმოიდგენს, აი ესეთი ფორმით გავაკეთებთ ამას. ამიტომ მთელი საზოგადოება, ეხლა ვინც არის მებრძოლი საზოგადოება, ყველანი უნდა მოვემზადოთ ამათ მოსაშორებლად რა. ისე ოღონდ ისეთი გზებით, რომ ჩვენი ქვეყანა უკან არ დავხიოთ და ქაოსში არ გავხვიოთ. ამის უამრავი გზა არსებობს, ამის ხედვა არსებობს, მიდგომა არსებობს და რა ვიცი, ჩვენი გაერთიანება მზად არის ნებისმიერ ადამიანთან ისაუბროს ამ ამბავზე და კიდევ გავაგრძელებთ ამ პროცესს და პირე მეტი სიახლე იქნება. ეხლა ივლისი-აგვისტო ვემზადები, ჩვენ ბევრი შიდა თემები გვაქვს დასალაგებელი, სოციუმი კომუნიკაციაშია სექტემბრიდან ამას უნდა მოვქოქოთ ყველაფერი და ოქტომბრის ბოლომდე ესენი უნდა გავისტუმროთ. რაც შეეხება იმ არჩევნებს, ეს არ არის არჩევნები, მეგობრებო. ეს არის ფარსი. არავით არის ბოიკოტი ხა ეს სიტყვაც არ მომწონს სიმართლე გითხრა და იყო ამაზე საუბრები გქონდა რეალურად ეს არის თეატრი, სპექტაკლი. არავინ არ უნდა მიიღოს ამ სპექტაკლში მონაწილეობა. არავინ. ეს არჩევნები არ უნდა შედგეს პირდაპირ ვიზახი რა. კი ბატონო, დიდი მადლობა.